უფასო კონდიციონერი, ყოველთვიურად ფულს არ იხდი ელექტროენერგიაში. ნეგატიური წნევის ხარჯზე ოთახში შემოგდის ჰაერი, მუდმივი ტემპერატურის არის ზამთარშიც და ზაფხულშიც. ტრაქტორმა მიყრის დროს ორივე დაამტვრია. გამარჯობა. დღეს ძალიან საინტერესო ვიდეოთი დაგებრუნდით. ესე იგი, ეხლა სადაც ვიმყოფები, ეს ოთახი იქნება ჩემი მომავალი ყველის საწარმო. პატარა საწარმო, 25 კვადრატი ოთახია. დღეს ამ საწარმოს ვუკეთებ ძალიან საინტერესო რაღაცას რა. ეს არის ბუნებრივი კონდიციონერი. ბუნებრივი უფასო კონდიციონერი. უფასო ნუ გაკეთება თანხმდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ამაში ყოველთვიურად ფულს არ იხდი ელექტროენერგიაში. ხო, ამას დღეს ვიდეოში გაჩვენებთ ყველაფერს, რა როგორ მოხდება და ეხლა დავიწყეთ უკვე დღეს დილით მუშაობა და დღის განმავლობაში შევწერ ვიდეოს, ასევე დღეს ვაზს ვაშენებ, რომელზეც ცოტასაც გესაუბრებით, მაგრამ უმეტესწილად დღევანდელი ვიდეო იქნება ბუნებრივ კონდიციონერზე. მოკლედ ეს არის ჩვენი პატარა ოთახის საწარმო, სადაც ტრაქტორი მუშაობს გარეთ. აი, ეს ვაკეთებთ. ხეების რიგის დაბლა 30 მეტრი სიგრძეზე 2 მეტრის სიღრმის 49. აქ დახრა გვაქვს და დანარჩენი 2 მეტრის სიგრძე. გვაქვს აი ასეთი მილები. აი, რომელიც 30 სანტიმეტრში ერთხელ მაქვს დახვრეტილი, ეს არის 100 მილიმეტრის სიგანის. ეგ არის 100 მილიმეტრის სიგანის მილები, ეგრეთ წოდებული 100-იანი პლასმასის, ყველაზე თხელკედლიანი რაც იყო ის ვიყიდე. გადაშორის არ არის ძალიან ძვირი ამის გაკეთება. ერთადერთი ალბათ ყველაზე ძვირი არის ტრაქტორის მუშაობა ამ ყველაფერში, დანარჩენი არის უიაფესი. ამ მეთოდით კონდიციონერის გაკეთების რა. მე ამ მილებს მიწაში ჩავყრი და თან არ მინდა ახლა წინასწარ ამიტომ ვიდეოს ჩაწერის დროს პროცესში გადავიღებ ხოლმე ვიდეოს და თან ვილაპარაკებ რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. უბრალოდ ვიყენებ აქ ჰაერს, ანუ პლასმასის გარდა ყველაფერი ბუნებრივი რესურსი არის, რასაც ვიყენებთ ამ კონდიციონერის გასაკეთებლად რა. ხო, მოდი მოკლედ ვიტყვი, რაში მდგომარეობს ამ კონდიციონერის მუშაობის პრინციპი. ანუ რატო გჭირდება 30 მეტრიანი თხრილი და 2 მეტრის სიღრმის. 2 მეტრის სიღრმეში მიწაში გვაქვს მუდმივი ტემპერატურა 14-15 გრადუსი. ზამთარში და ზაფხულში არ აქვს მნიშვნელობა გარეთ რა ტემპერატურა არის. მუდმივი ტემპერატურა არის მიწაში 14-15 გრადუსი. ვაგდებთ მილს, რომელიც ერთი ბოლოდან ჰაერი ჩადის და ეს ჰაერი 50 მეტრს გადის. 50 მეტრის გავლის შემთხვევაში ეს ჰაერი არ აქვს მნიშვნელობა 4 გრადუსი იქნება ატმოსფეროს ჰაერი თუ 34 გრადუსი. 30 მეტრის გავლის შემთხვევაში მიწაში გადადის მიწის მუდმივი ტემპერატურაზე, ანუ 14-15 გრადუსზე. შეიძლება 16-იც იყოს რაღაცა დაახლოებით მაგ გრადუსებში. ხოლო მეორე მხრიდან ეს მილის ბოლო შედის ოთახში. ოთახი როცა არის დახურული და ერთი გამწვევი დგება ოთახში და როცა ხდება ოთახიდან ჰაერის გაწევა, ბუნებრივად ამ მილში მოდის ჰაერი და შემოდის ოთახში ეს ჩვენი გაგრილებული ან გამთბარი ჰაერი. გააჩნია ზამთარია თუ ზაფხულია. აი ძალიან მარტივი პრინციპი არის მუშაობის, ძალიან მარტივი და გენიალური იდეა არის. ხო და თხელკედლიანი მილიც მაგიტომ უნდა აიღო რაც შეიძლება, რომ 50 მეტრის გავლის დროს არ გაუჭირდეს ტემპერატურის ცვლილება ჰაერს, ხო. და ფილტრებზე და ნეგატიურ წნევაზე და გამწვევზე უკვე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ. დავამთავრეთ ტრანშის გათხრა და ახლა ვალაგებთ მილებს რა, გადაებას ერთმანეთზე ყველანაირი და აი დახვრეტილი 30 სანტიმეტრში ერთხელ. რომ შიგნით თუ რაიმე ტიპის კონდენსატი დაგროვდა, აქედან ოქრომოთ განჯი დავყარე და დრენაჟი იქნება და დაიწურება ეს წყალი გამოვა გარეთ და შიგნით არ გაჩერდება წყალი და მე წყალი არ იყოს ობიად წარმოიქმნას შიგნით და ასე შემდეგ. მოკლედ ესეთი რამ დაგვიმართა, შეცდომა დავუშვი, რადგან
არ დავფიქრდი და თავიდანვე ვიყიდე ჩვეულებრივი თეთრი სტანდარტული საკანალიზაციო მილები, რომელიც ესე გამოიყურება. ეს არის წითელზოლიანი და შედარებით სქელკედლიანი, ვიდრე ლურჯზოლიანი, მაგრამ ძალიან ქვიანი მიწა არის ჩემთან და ძალიან მძიმე არის ეს მიწა და როცა ქვები მოხდა ზემოდან ყველა მილი მომიწია თავიდან ამოყრა და მიწის თავიდან ამოღება. მე ესეთი იასამნისფერი გარე კანალიზაციის მილები ვიშოვე, რომლის კოდიც არის SN4, შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ ჯობია ჩემნარი შეცდომა არ გაიმეორო, თავიდანვე ცოტა მეტი გადაიხადოთ და ხელმეორედ არ გაგიხდეთ გასაკეთებელი საქმე. ხელით მისაყრელი გავიხდა. აი ამ ხელოვარმა. თვათ ბოლომდე ხელით მისაყრელი არა. იმიტომ რომ მილს ვფარავთ უბრალოდ მიწაში დაახლოებით 40-60 სანტიმეტრზე. რომ მე უკვე ტრაქტორი მოვიდეს და თავისუფლად მიაყაროს მიწა, ისე რომ არ დაამტვრიოს მილი. ამიტომ თუ ამ მეთოდის გაკეთებას გადავწყვეტ, რამდენიმე რამე უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად რა. პირველი არის სწორი მილების შერჩევა და მეორე არის რომ თავიდან თუ ძალიან ქვიანი მიწა გაქვთ, თორე თუ აი ისეთი მიწა არის, რომელშიც ქვა საერთოდ არ არის, შეიძლება რომ ტრაქტორმა ნელ-ნელა პირდაპირ მიაყაროს. თუ ძალიან ქვიანი მიწა არის, მოგიწევთ რომ ხელით მიაყაროთ მიწა თავიდან და მე ტრაქტორს მიაყრევინოთ. ტრაქტორით გავაგრძელეთ 40-60 მიწით. ახლა ამ ეტაპზე მეტი ვერაფერს ვერ ვიზავთ, ბოლოს ხმით შევამოწმებთ მილი სადმე ხო არ ჩაიგეთ და რამდენად გამტარუნარიანია. ეს არის პირველი ნაწილის დასასრული. თუ ბოლომდე გაინტერესებს როგორ დამთავრდება ბუნებრივი კონდიციონერის კეთების პროცესი და აუდე მეორე ვიდეოს, მანამდე კი გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი მეტი სიახლისთვის. ეს რა არის? გამარჯობა. ეს არის ბუნებრივი კონდიციონერი. რატი კობერიძეს გამომწერებს და ერთხელ გულშემატკივრებს. ცოტა ხმა მაღლა. მიუმართავ რატი კობერიძეს ერთხელ გულშემატკივრებს და მაყურებლებს. დავაიქეთ მისი არხი, გამოიწერეთ მისი ვიდეოები და ვიყევით მას.